როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. არაჩვეულებრივი ამიდი მაქვს და ისე ემთხვევა, რომ ბოლო ჩემი გაშლები არის ამ კაბაში. ამ კაბას უსრულდება მალე 4 წელი. ისე მიყვარს, ქობულეთში ვიყიდე ეს კაბა. მოკლედ ძალიან მიყვარს და თქვენთან არაფერი არ მაქვს და სამალი და არ ვიბრაჭები. ამიტომ მომიტევეთ თუ ვინმეს აღიზიანებს ერთი და იგივე კაბა, მაგრამ მე ესეთი ვარ. სხვათა შორის კირჩხიბებს გვახასიათებს ერთი და იგივე და არ არის მარტივი ეს ერთი და იგივეც რო გინდოდეს და გიყვარდეს. ესეც ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, დადებითი ემოციებისთვის და როგორც ყოველთვის მინდა იყოს ყველა ბედნიერი. თან უყურებ ახლა რას მიკარნახებს ტარო. რაზე გავშალთ 5-იან თასზე გავშალთ. მოდი ვნახოთ ნანობს თუ არა ეს ადამიანი უფრო ვიტყოდი სადაც დაძაბული ურთიერთობაა. მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო, როგორც ყოველთვის. აბა შევხედოთ იუმორით, იმიტომ რომ როგორია რომ ყველაფერი მთავრდება, სულაც არ ნიშნავს ამას. სხვათა შორის დღეს განსაკუთრებული ენერგიები მაქვს ხელებში. ალბათ იმიტომ რომ დღეს 28 გრადუსი გვაქვს და ეს ძალიან მოქმედებს. და წინასწარ, თუ კიდე ამე ხმაური იქნება ბოდიში ხდით, რადგანაც აივნის სეზონი გახსნილია. დავიწყოთ. ნახოთ ჯერ ნანობს თუ არა ეს ადამიანი იმ უსიამოვნებას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა დააშავა, ნანობს თუ არა ეს ადამიანი დღევანდელ თქვენს უკონტაქტობას, უსიამოვნებას და ნახოთ მისი ნააზრევი ამასთან დაკავშირებით, ნანობს თუ არა ამ ყველაფერს საერთოდ. ნუ, იცი რა არის, საერთოდ მე ვიტყოდი, რომ დღეს მოვიდა მაინც ის გაშლა, შეიძლება უმეტეს გგონიათ, რომ არა, ყველაფერი დაწერტილებულია, ყველაფერი დამთავრებულია, მაგრამ ასე არ არის. ზოგადად სიტუაცია მართლა ისეთია, რომ იმედებს რო არტოვებს. თუმცა ეს ადამიანი არ კარგავს იმედს. პირდაპირ ვიტყვი, რომ გრძნობა მაინც აქვს. რო ვთქვა, რომ იწვის, ნერვიულობს, დარდობს, არა, იმიტომ რომ აი ეს გრძნობა, რომელიც აქვს ამას თქვენს მიმართ, როგორ არის, იცი? ახლა იმედს არ კარგავს, იმიტომ რომ იმდენ დარწმუნებულია, რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც მიყვარხარ რაღაცა, ნუ ცოტა ისეთი ნათქვამია, მე მაინც მიყვარხარ, მაგრამ როგორი ტიპაშიც არ უნდა იყოს, ამას ასე გონია, რომ უყვარხარ. არ განიცდის ამის გამო, სინანოს არ განიცდის ამის გამო, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ყოველ შემთხვევაში მისი მხრიდან არაფერი არ არის დამთავრებული. კარგი, მაშინ შენი მხრიდან თუ არაფერი არის დამთავრებული, რას თავაზობ ამ ადამიანს? აი, ვინც გიყურებს, რას თავაზობ ამ ადამიანს? იცი როგორ, მე შენ გთავაზობ ბედნიერებას, მაგრამ შენ ეს ბედნიერება არ ვიცი, ნანახი გაქვს, ან არ ვიცი, არ გჯერა, იმიტომ რომ არ გინდა, არ მინდა დიდი მადლობა. აი ესეთ როგორ რაღაცა არ მინდა შენ დანახვა, არ მინდა, იმიტომ რომ აქ არის გაპროტესტებული არა, ნუ კატეგორიული არა. აქ უფრო როგორ მომენტი, იცი, უეჭველი ამა რაღაცა ისეთი გააფუჭა, რომ კი ვთქვი თავიდანვე რომ არ აქვს ნიშნობა ვინ დააშავა თქო, მაგრამ აქ უფრო მომდის ის, რომ ამან გაწყენინა. იმდენად გაწყენინა, რომ უკვე ეს მისი შემოთავაზებული გრძნობა ბედნიერება აღარ გინდა. აქ საქმე იმაში კი არ არის, რომ აღარ გიჯერა, აღარ გინდა. ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს. აღარ გინდა უკვე ეს ყველაფერი და ხმლებში ხარ ძალიან მაინც თავდაჯერებულია, ნუ შენ ხო ძალიან ძლიერი ხარ და ძალიან კატეგორიული ხარ, მაგრამ თვითონაც ძალიან ძლიერია. ძლიერია და ჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და მე მაინტერესებს როგორ იქნება ყველაფერი კარგად, ძალიან მაინტერესებს. ანუ ჯერშეც ამბობს იმას, რომ მომავალი აქვს ამ ურთიერთობას. განსაკუთრებით სამიანს მიაქციეთ ყურადღება, რადგან სამიანი გადმომიფრინდა და სამიანი აქაც, ნუ სამს უმეტო სამი არის 6. თასები და კვერთხია ხო, მე მაინც ვიტყოდი, რომ თუ ეს ურთიერთობა მოდის წარსულიდან და გაკავშირებთ წარსული, იმის იმედი აქვს, რომ წარსული მაინც რჩება. ანუ ეს არის ისეთი წარსული და ეს არის ისეთი ურთიერთობა, რომელიც მოდის წარსულიდან, რომ წარსულში არ ბარდება. ასე. ანუ რისი იმედი გაქვს? ესე იგი სამის ხო შევკრიბე, ანუ სამიანს მიაქცია ყურადღება 3 დღე, 3 საათი, კაი, 3 საათი, 3 დღე, 3 კვირა, 3 თვე მაქსიმუმ, ანუ ეს იქნება რაღაცა მისთვის გადამწყვეტი. კარგი, და ამ ურთიერთობისთვის რა თქმა უნდა. მოდი მაშინ ვეკითხოთ ახლა ჩვენ რა მომენტი.
შენი მხრიდან რას გააკეთებ, აი კონკრეტული შენი მოქმედება მითხარი, რას გააკეთებ, შენი კონკრეტული მოქმედება. ძალიან გაორებულია. ერთადერთი მისი მოქმედება არის როგორი რაღაცა, აი იმდენად მაინც აქვს რაღაცა ის მისი თავმოყარეობა და ხასიათი, ჯერ ეს ერთიც 24 საათი გიყურებს, ან სტალკავს ხო რაღაცნაირად, ბა ესე ხო არ იქნება ახლა მართლა სახლთან ჩასაფრებული. შეიძლება ასეც იყოს ბევრი. ისე უნდა რომ დაგენახოს, ისე უნდა რომ მოგხიბლოს, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხარ, რაღაც ძალიან მდიდრული ხარ, მდიდრული ქალბატონი ხარ, პენტაკლების დედოფალი ხარ. ერთ-ერთმა გოგომ ხევლის წიგნში მთავარ როლში ვიღაცას გმირს გამგვანებო. მოკლედ, არ ვიცი რანაირად. შევხედე მის პერსონაჟს და რაღაცა ვერ დავიჭირე, მაგრამ ძალიან საინტერესოა, ძალიან მაინტერესებს თუ მისმენ კონკრეტულად რა დაიჭირე. რა მსგავსება დაიჭირე, მაგრამ ძალიან მიამა, მადლობა, მაინც რაღაცნაირად. საინტერესო იყო ეს კომენტარი. ხო და რა უნდა გითხრა? ხარ ძალიან კარგი. შენთან უკვე მოახლოება და შენი გონების გაფანტვა არის უკვე ძალიან რთული თემა, ფაქტიურად შეუძლებელი. ერთადერთი რაც შეუძლია, მოგიშალოს ნერვები, გიყუროს, ან როგორ თქვა, გაეჭვიანოს. აი რაღაცა მაქსიმალურად ცდილობს რომ გამოგიყვანოს ემოციებიდან და ემოციებზე უბრალოდ ძალიან ენატრები. აქ არის მიჯაჭვულობა, მაგრამ ეს ისეთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია მართოს ეს მიჯაჭვულობაც. იცი, ხო არის მიჯაჭვულობა, მაგრამ არის მიჩვეული მიჯაჭვულობა. მიჩვეული მიჯაჭვულობა ჩემი აზრით ეხა რა არის? ეს არის ის, რომ კონტროლს არ გაკარგვინებს. როცა შენ საკუთარ თავთან აღიარებ, ხო არის ისეთი აუღიარებელი ძალიან ბევრი ცუდი რაღაცეები. აი რო აღიარებ, რომ მე ამ ადამიანზე ვარ მიჯაჭვული და უკვე რო თქვი და ამოიღე ეს, უკვე მართავ ამ მიჯაჭვულობას. ისე მოსინჯეთ თუ გინდა, ზოგჯერ არის რომ არ გინდა ყველაფერს მიაქცია ყურადღება, მაგრამ სულ რო გეფიქრებ ადამიანი და ღეჭავა მას როგორც საღეჭი რეზინი და ვერ აგდებ ამას. ეს უკვე მაინც მიჯაჭვულობაა. კარგი. მე მაინტერესებს ახლა ჯერ ერთი კითხვა მაინც თქვენი გადაწყვეტილება თქვენიცით, მაგრამ ტალს რჩევა ვიკითხოთ თქვენთვის მაინც რას გირჩევდა ტარო კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფორტუნამ. კვერცხის დედოფალი, იცი რა არის? მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრა, რომ ამ ურთიერთობამ შეიწირა თქვენი ბევრი დრო და თქვენი რესურსი, მოთმინება, თუ კი რამე შეიძლება მსხვერპლად გაიღო ადამიანმა, გულისტკენაც იყო აქ და ყველაფერიც იყო. თქვენს მოასწარით, რომ იმედიც გაგეცრუებინათ მისთვის, ანუ არ იყო, არა ხართ მარტო თქვენ მსხვერპლის პოზიციაში და ერთ-ერთი რაც გეუბნება, იცი, რომ შენ მომავალი წინ გელოდება. წინ გელოდება რა, მომავალი გელოდება, რა თქმა უნდა, ეს არის წინსვლა და უკვე უნდა იყოს მსუბუქად, კარგად და ფოკუსირებული უნდა იყოს შენ სურვილებზე. ნუ, შენ შეგიძლია, რა თქმა უნდა, ჩაეფლო ისევ ამ ურთიერთობაში, მაგრამ იმიტომ გეუბნები, რომ ნანახი გაქვს ეს ყველაფერი მიეცი, რაც კი შეგეძლო, მიგეცა და აღარ უნდა მიცეს ყველაფერი. არ შეიძლება. აი, კაი, დაუშვათ მიეცი კიდევ ხელთავიდან არ ვიცი მე რამდენად, მაგრამ ერთხელ მოგეცი, ორ ჩაის აი სიმღერა რო არის მალუ მამფორია რომ ეს ერთხელ მოგეცი, ორჯერ მოგეცი და ნახოთ აბა. ამიცემაში ახლა ყველაფერი არის გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ვის რა გაქვთ ჩადებული. დაუშვათ მიეცით შანსი ამ ადამიანს. ამ შემთხვევაში, კაი, რას გამოიწვევს ეს ყველაფერი? კომფორტი ნახე როგორ რაღაცა არის, აი მიეცის ყველაფერი და მერე იმდენად ეს ადამიანი ვარდება თავის კომფორტის ზონაში და იმდენად აი გაკადნიერებული რო ხართ და რაღაც თავში ავარდნილია თქვენი ყურადღებიდან მერე და მერე შეგიპყრობს ბრაზი, ისეთი ბრაზი რომ შეიძლება თავზე დაანგრიო ყველაფერი და შენ ჩამოგენგრეს ეს ბრაზი თავზე და მოყო შენვე. ძალიან საშიშია. სახიფათო ხასიათი გაქვს. ესე იგი, ამ გაშლიდან, ამ კონტაქტობის და იმედ გაცრუების დასათაურებიდან გავიგეთ, რომ გრძნობა აქვს, მაგრამ ამ გრძნობა
არ აქვს დიდი მნიშვნელობა თქვენთვის არანაირი, იმიტომ რომ ნანახი ისტორია და თქვენამდე არ მოდის, მაგრამ მას აქვს იმის შეგრძნება, რომ აქვს გრძნობა და უყვარხარ ისე როგორც შეუძლია ადამიანის ტიპაჟებს, თუმცა მოცემულობა არის ის, რომ ყველაფერი დამთავრებულია, დაწერტილებულია, ფაქტიურად ყველასა შეიძლება არა, მაგრამ უკვე მიდის აქამდე. მე მაინტერესებს ზოგადი პროგნოზი, რა შეიძლება მთლიანობაში აქედან გამოვიდეს. აი, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? თქვენი მხრიდან არაფერი არ გამოვა და თქვენი მხრიდან არაფერი არ გამოვა და არც უნდა გამოვიდეს. ძალიან რაღაცნაირად მეცინება. გაზრდილი ხარ, როგორი ხარ, იცი? არ ვიცი, აი მიკვისატო უყურებ გაშლასაც, არ ვიცი რა გაყურებინებს. მაგრამ ის ფასეულობა დაკარგული აქვს. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? თქვენი მხრიდან ყველა ვარიანტი არაფერი არ გამოვა. ერთადერთი მას რაც შეუძლია დროებით გაჩერდეს, მე ისევ დაიწყოს, მე ისევ გაჩერდეს და ეს არის რაღაცა ჩა-ჩა-ჩა, აი ეს რიტმი. თუმცა მე მაინც ვიტყოდი, რომ კარმულია ეს ურთიერთობა და გრძელდება, არ ვიცი ვინ რა ისწავლეთ ან ვერ ისწავლეთ ან არ ვიცი, მოკლედ აქ რა ხდება, მაგრამ დამთავრებულ ურთიერთობას არ დალაგებულსაც არ გავს. თუმცა რო ვთქვა დამთავრებულია ეს ყველაფერი და მის გულში არაფერი არ ხდება და უბრალოდ მაინტერესებს ძალიან თავდაჯერებული ტიპია. იქნება არის ისეთი რაღაცა. აქვს რაიმე სუსტი წერტილი? აქვს ისეთი სუსტი წერტილი? ნახოთ. სუსტი წერტილები ვიპოვოთ ამ ადამიანის. სუსტი წერტილი. აუ როგორ ჩაგეტილი ადამიანი. მისი სუსტი წერტილი არის, ოღონდ მის სულში არ აფათურო ხელი. ანუ სულში არ უნდა უფათურო ამ ადამიანს ხელი. ანუ მისი სიღრმე არის სუსტი წერტილი. ესე იგი ეს ადამიანი მალოს იმას, რაც შეიძლება საერთოდ სხვანაირი იყოს, სხვანაირ წარმოადგინოს თავის სოციუმში, მაგრამ ძალიან ღრმად, ასე ვთქვათ, ბევრი შეიძლება უბედური იყოს საკუთარ თავთან და საკუთარი თავის აუტანლობის შეგრძნება კონდეს. ეგოს ყავს დატყვევებული ძალიან და მისი სუსტი წერტილი არის, რასაც ვერ იღებს და არ მიდის მასთან. მუდმივ აზარტშია. ესე იგი, შენ შეგიძლია ახლა ამ ადამიანს ჩვეულებრივად ემოციებზე ითამაშო. ნახე, ჩემს ვიტყვი უბრალოდ, თუ შენ გიღირს ეს თამაში უნდა გიღირდეს. თუ შენ ეს თამაში გიღირს და შენს ეგოს ცოტა მოიფხარ, ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია მას დაარტყა ამ სუსტ წერტილზე, რომ ყოველთვის უნდა იყო, ესე ვთქვათ, ჩაკეტილი, უნდა მიცე ფიქრის საშუალება და უნდა იფიქროს შენ რას ფიქრობ და რაც არ უნდა კითხვები დასვას, შენ პასუხი არ უნდა მიცე, არანაირად. დღეს მიცე. რამე მინიშნება ხო არ არის რაღაცა ბევრი მიცემაზეა ლაპარაკი. გოგონებო, თქვენ იცით ჩემი იუმორის ამბავი და თქვენდამი დამოკიდებულება და სხვათა შორის გადავწყვიტე, რომ აღარ მოვიშალო ნერვები. ნახოთ როგორ გამომივა, აბა ველოდებით ვთ კომენტარებს. დამტესტეთ. აი, რა უნდა ვთქვა? ზოგადად კარგი ჰარმონიული ენერგიები მოდის მიუხედავად მაინც უარყოფითი გაშლიდან. ამ გაშლებს მე არ ვიგონებ, ეს თქვენი ცხოვრება. ძალიან დიდ განსხვავება ხო არის. რა თქმა უნდა, მე ყველას გისურვებთ, რომ ყველაფერი დაგილაგდეთ და ეს თქვენს ხელშია. და რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.